ნახე თურმე რა გამოგვჭა. იაპონიაში ბოძი წაიქცა 27 წლით ადრე. რას გულისხმობ? ნუ საუბარია იაპონელებზე, ყველაფერი გათვლილი აქვთ, ყველაფერი ზუსტად იციან რა როგორ იქნება და ბოძის დაყენების დროსაც კი თვლიან ამას. 23 წლის წინ განათების ბოძები დაამაგრეს და ტექნოლოგიებმა დათვალეს, რომ ეს მეტალი ყველაფერს გაუძლებს 50 წელიწადი. მაგრამ მას შემდეგ რაც გავიდა 23 წელი, ეს ბოძი წაიქცა. ნუ რა თქმა უნდა, ეს იმხელა ამბავია, ბოძი წაიქცა, რომ გამოძიება უნდა დაენიშნათ და დაინიშნა გამოძიება. მათ ნახეს ასევე ქუჩის ვიდეო კამერები და აღმოჩნდა, რომ ეს ბოძი ძალიან პოპულარულია გამვლელ-გამოვლელ ძაღლებში. ყველა ძაღლი ამ ბოძს აშარდავდა და დიახ, ამ მარილიანმა სითხემ 23 წელიწადში თავის საქმე ქნა. ერთი მთვრალი კაცი განათების ბოძს დაეჯახა და წააქცია. მერე გადმოვიდა მანქანიდან და როგორ მოხდა ეს, მე ხო ნასვამი უკეთესად ვატარებ ბევრათო. მერე ბოძს შეხედა, რომელიც გადატეხილი იყო და